კრაზანები დაგვეხვივნენ. ამათაცა შეათმარა რა უა, ჩემთან სხვა არ ვაჭკ. ბუდა მიცი რა გააკეთა? ბუდა ვინა? ბუდა ღმერთია, ბუცოთ ადამიანებს. იცი რა ქნა? საერთოდ ვეფხვი აჭამნა თავი თუ ნო. რა მშიერი ვეფხვი ნახა და თავი მიუგდო და აჭამა. იმიტომ იმისთვის ხეული აღარაფერი აღარ. მე ბუდისტი არა ვარ, ეგ მაგონდა მე ხო ბუდა არა ვარ ახლა. წერებს მიუგდო ჩემი თავი საჭიჭკთან. თან ვერ შევჭამენ. ბატონო თავით. მოკლედ ერთი კულინარიული ვიდეო ჩავწეროთ. მაგას ქვია ანუ ეგ არის კიეური კატლეტი, მაგრამ კიეური კატლეტს იმდენი ხლაფორთი უნდა. ნუ თავიდან ესე აკეთებდნენ როგორც მე გავიგე და მე კიევში უკვე საბჭოთა კავშირის დროს დახვეწეს მაგის გაკეთება და მაგასაც გავაკეთებთ ხელთ რომ მოვა. არც ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ სახლის პირობებში მშვენივრად გააკეთე. ხლა უბრალოდ მე და ბატონ დავითს ცოტა ხო ახლა არ დაგჭირდება. ბატონო ვანო კრაზანამარ ჩაგავლოს კბილი. ეცეს ხოლ დავანთეთ, მე იქნება მაგარი. გაიქცევი. კვერცხი გვინდა, საფანელი, ჩვეულებრივი მქვილი, დაჭრილი ყველი, მოხარსული კვერცხი, გაისა კვერცხი კი არა კაცო. კარტოფილი, აი დუხს, კიურე უნდა გავაკეთო და ქათმის ხორცი. რაღაცა კაი იქნება ესე იგი. რაღაცა კაი კია რა. ისეთი რამე იქნება ქათმის ხორცი, როგორ ჩვეულებრივი ქათმის ხორცი არა. უნდა იყოს რამდენი შეცვენილი, უნდა იყოს ბარკალი. მოკლედ ეხლა მე ამას ყველაფერს დავანთებ, დავვალაგებ და ბატონო დავით, ეხლა ბოლი რო დადგებ, ეგენს უკვე გაიქცევი. მაიცა? გამოდი შენახეთ ბატონო დავით. ეხლა ისე ვარ იმათ პირიქით უკბენ. ამათ უკბენ პირიქით. ვის უკბენ? პლასტიკი ხარ? ხო. აი ხლა მოდით რა. ეს ალბათ ვერ შეამჩნიეს რომ ხელა რაღაცა იყო არა. ეს მოახერხებს და შეწყობს. ესე ბატონო დავით დავაფაროთ ბადე. აი ეს არა, ცეცხლი შემწვარი რაღაცა, მაინც სხვა. შერასაკი ბატონო. თათარი ახლის სახში სხვანაირი იყო? ეს გაკეთებული სხვანაირი იყო. ქათამს თუ